მაშინ ანუ რა პასუხს გასცემთ ვეტერან ფეხბურთელებს და რამდენად სამართლიანია ეს ბრალდებები თქვენ მიმართ მე თუ გნებავთ ბრალდებებს გაგიმეორებთ უპასუხისმგებლობაში, ცილის წამებაში და არაეთიკურად მოქცევაში და გადანაშაულებს სიტყვიერ მოქცევას გულისხმობ. ზეგი ცილის წამებაში მე ცილი დავწამე ის ალექსანდრე ქართული მეორე კატეგორიაში. მე ალექსანდრე ჩივაძეს უწოდე იუდა ხო? და ამაში მდებენ ასე ვთქვათ ვეტერანი ფეხბურთელები ბრალს. მე მინდა ჯერ გავაკეთო განმარტება. შეიძლება იქ ვინც იყო შეკრებილი, თვითონ იუდას მნიშვნელობას არ იცოდნენ. მე მინდა გავმანტორო. იუდა ეს არის ბიბლიური პერსონაჟი, რომელიც იყო ქრისტეს მოწაფე და მან თავისი მძღვარი, ასე ვთქვათ, 30 ვერცხლად გაყიდა. შემდეგ მან გაითავისა ეს თავისი დანაშაული, გაითავისა ის და საკმაოდ დიდ, ესე ვთქვათ, სინანულშიაც ჩავარდა და შემდეგ მე არ გავაგრძელებ. ყოველ შემთხვევაში ადამიანმა რომელმაც თავის მოძღვარი გაყიდა და ფულზე და ხა მე მაქვს იგივე კითხვა ჩივაძესთან, არ ვიცი იყო თუ არა იქ. მე მაქვს იგივე კითხვა, რადგანაც ისა ჩივაძეს. მაქვს თუ არა მე საფუძველი რომ ეს თქვა. იქნებ მან გაიხსენოს რა თავის ახლოს წარსულში. იყო თუ არა ესეთი შემთხვევა? კონკრეტულად რომ ბრალდებაზეა საუბარი. მე კიდე მე მინდა რომ თვითონ აი ჩივაძესგან იმასგან გაიხსენოს და მოინანია თუ არა ეს ისა რა. იმიტომ შევადარე მე მას. და მე არ მინდა რომ მეორეჯერ იგივე ფაქტის წინაშე დავდგეთ რა. მე მას ამიტომ მივეცი ეს გაფრთხილება. თორე ხო. არა, აბსოლუტურად საფეხბურთო თემას მე არ მინდა ახლა ეს გამოაშკარავოს აიმას, მე მინდა რომ თვითონ მან ჩაიხედოს, გაიხსენოს. დიდი ხანი არ არის, არც ისე დიდი ხანია გასული შეიძლება რა. 17, 18, 20 მეტი არ არის გასული რა. ამ რეალობიდან გადახვედოს იმ პერიოდს, რა ჩაიდინა, რა გააკეთა და თუ ის ბრალდება ვერ გაიხსენებს, მე მას მეგობრულად შევახსენებ, თუ რატომ მქონდა მე ამის უფლება. მეორეა ის ეთიკური ნორმა თუ რამდენად მისაღები იყო მისგან ჩემი პერსონის მიმართ კარებზე მითითება. გადი, მოშორდი, წადი. რამდენად ვიმსახურებდი მე იმ ქართულ ესე ვთქვათ, ფეხბურთის სახში ამის გაკეთება მისგან. ეს მეორე საკითხი. რა თქმა უნდა ეს იყო შეურაცხყოფა, მაგრამ მე მისთვის არ ამიღია ესე ვთქვათ იმ წუთში ამის გულისთვის არა, მე უბრალოდ მას ის შევახსენე რა, რაც თავის საფეხბურთო, თავის მოღვაწეობის იმაში ჰქონდა თორე. ჩივაძეს ხო, რომ თხოვა დიახ, იმაშია მთელი უბედურება. მე მას უნდა ვკითხო რა, რაში უშლიდი მე მას ხელს, აღმასკოს, რომლის წევრი ასოცირებული მე გახვალ. მე გავაკეთე განცხადება, ვარი თქვი ასოცირებულ წევრობას, მაგრამ არ მიმიღია მე ფედერაციისგან. ყრილობა მომიჩია მე ასოცირებულ წევრად და არც აღმასკომს და არც ფედერაციას ყრილობაზე გავუქმება არ ქონდა უფრო. მე მიმართე აღმასკომს, გამიუქმეთ ხო, მაგრამ მათ არ გამიუქმეს ეს წევრი. მიუხედავად ამისა, მე კიდე ერთხელ მიმართე, როცა ჩავთვალე, არ დავდიოდი აღმასკომის, კიდე ერთხელ მიმართე, რომ ძალიან გთხოვთ, დამასწარეთ ამო მე წევრი ვარ, არავის არ გაუქმებია, მაგრამ მაინც მოგმართავთ, რომ თუ შეიძლება რომ მოვიდე და დავესწროს ქართული ფეხბურთის ბედი წყლები. ესე რომ ყველა გარია ლეგიტიმაციის, ლეგიტიმურად ვიყავი იქ მისული. და ამ დროს არავის არ ქონდა ამის უფლება, ამის გაკეთება, რაც ჩივაძემ იკადრა და გააკეთა. აი ამდენი ხალხის წინაშე რა. და რომელსაც არც ეც რა, გარდა ფიფიას პროტესტი არავის არ გამოუთქვია, რასაკეთებ? აღმასკომის წევრია. რამდენიმე ვეტერანი ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ თქვენ არ ხართ აღმასკომის წევრი და გსურთ წევრობა და სწორედ უარი მიიღეთ. ხო და ამაშია მთელი თქვენი ვეტერანი ფეხბურთელების უმეცრობა, ვინც არ იციან თვითონ იუდას შინაარსი ეს ერთი არ არის, მე მგონი ეს შეურაცხმყოფელი რა, ეს თვითონ მისი ხასიათია, თვისება ან მისი ჩადენილი დანაშაულია, რომელიც მას აქვს. რომელსაც მასში ბრალსა ეს ერთი და მეორე რომ ისინი ამბობენ რომ მე არა ვარ აღმასკომის წევრი
მე თქვენ განახებთ საბუთებს, სადაც გარკვეული წევრია, რომ ილია კოკაი არის აღმასკომის ასოცირებული წევრი. გაქვთ უფლება მოხვიდეთ, იმსჯელოთ, იკამათოთ, თქვენი აზრი გამოთქვათ, მხოლოდ ერთადერთი შეზღუდვა გაქვთ, ვერ მიიღებთ მონაწილეობას, ასე ვთქვათ, იმაში, კენჭისყრაში. იგივე აქვს ბატონ რუხაძეს ვიჯორჯიიდან და ის მთლიანად დარჩა იქა და ჩვეულებრივად ბოლომდე ნახა თუ იქ რა ხდებოდა. მე მიმართე ფედერაციას, როდესაც მე მითხრეს, რომ ხვის უფლება არ აქვს, მართალი მითხრათ, ნაწყენი გავჩა. ფედერაციის საბჭოთა არჩევნებზე შესაძლებელი. არა. ყრილობა ჩვეულებრივი ყრილობაზე ეს და მოგვივიდა წერილიც გვაქვს და მე მიმართე მე რომ ნაწყენი დავჭი რომ მეთქია. ხმის უფლება რატო არ უნდა მქონდეს ამ აღმასკომზე, ახლა არ ჩაუღრმავდები ესა და მიმართე რომ დიდ მადლობას გიცხადებ დობისთვის და მე ვარ შეაცხადებ მეთქი. თქოთ, გამომიყვანოთ, მაგრამ არავინ არ დააკმაყოფილა ეს ჩემი თქმა. ეს იგივე ახლა კაცმა დაწეროს განცხადება სახელმწიფო მოხელემ მიმართოს პარლამენტს და თქვათ, მინისტრმა დაწერა და არ დააკმაყოფილოს ის ეზარჩება, ხო იმ ადგილას. მე არ მომსვლია იქიდან, არავითარი საბუთიც კი, რომ შენ ამ იმის წევრი არ ახარ აღმასკომის. ამის მერე მე მიუხედავად ამისა, მაინც მიმართე აღმასკომს, უკვე წინა აღმასკომს. მე მინდა აქ მოვსვლა და რამე პრობლემა ხო არა, როგორც ასოცირებული წევრი, როგორც ახლა მომივიდა ფეხბურთის ფედერაციის და წერილი ოფიციალური რომ მობძანდით, მოწვეული ხართ, ისევ თქვენივე რანგში. ეს ყველაფერი არის. მივდივარ იქ და ეხლა მეუბნება ვეტერანი ფეხბურთელები, იქ ვეტერანი ფეხბურთელები და მისდა მარტო ჩივაძე. და სხვამა რა იციან იქ რა ხდება, მე წარმოვიდგინე, ესე იგი, ისევ უაზრო განუკითხაობის ის არის, ხო? ამ ხალხმა არ იციან და უნდა ვაპატიოთ, არა, ისევ ქრისტიან თქვა, აპატია ღმერთო, იმიტომ რომ არ იციან რას ჩადიან. არ იციან ამ ხალხმა. ანუ განაცხადების მიზეზი როგორც ვეტერანების ნაწილი თვლის ის არ ყოფილა რომ თითქოს თქვენ უარი მიიღეთ აღმასკომის წევრობაზე. არა, განაცხადა არც მithოვია არასოდეს, არც ჩივაძესთვის მithოვია, ეს არის აბსოლუტური ტყვილი, სიცრუე, არ ვიცი ვინ შეიყვანა იმ სიცრუეში, ვის იყო, არც აღმასკომის წევრობა მithოვია, მე ყველაფერი ოფიციალური მიმოწერე მაქვს. მე როგორ მოვთხოვდი იმას, რაც მე მაქვს, რაც ჩემთვის არავის არ გაუუქმებია. მაგრამ მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ მოვითხოვე, ეს ჩემი უკვე მორალური იმიდან გამომდინარე, რომ ამდენი ხანი არ ყოფილა, თუ შეიძლება რომ დავესწრო. მომივიდა წერილი, რომ თქვენ ხართ ამ აღმასკომის წევრი, არავის არ გაუუქმებია თქვენი წევრობა, დაწერეთ რომ არ გინდათ, არა, ისევ ყრილობას უნდა გაუქმებინა ალბათ, მაგრამ არ ჩატარებულა ყველა. ეხლა ვეკითხები რა. ან რატო უნდა მისულიყავ იქ რომ აღმასკომში ხვალ ეს აღმასკომი აღარ იქნება 3 ოქტომბერს და ეს აბსოლუტურად არალოგიკურია. გასაგები ბატონია და რა კომენტარი დაგეთ იმასთან დაკავშირებით რომ ისინი გეგმავენ UEFA-ს მიმართონ და ასე გადაწყდეს ეს პრობლემა და საკითხი. ან თვითონ როგორ ფიქრობთ UEFA თუ ჩაერევა ამ ეპიზოდს? მოდით რა ესეთი რამე ვთქვათ რა ისე უცოდინობის და მე მინდა მათ ვთხოვე რომ ჯერისერთი UEFA-ს კი არა, ამასეთ საკითხებზე FIFA-ს უნდა მიმართო. იქ წყდება სამართლებრივი საკითხი. მეორე იმის, რომ თუ კი ვეტერანთა კავშირი შეძლებს იმას, რომ FIFA-ს დაუმტკიცოს, რომ მე არ უნდა მოვაწეობდე ფეხბურთში და მათ ამიგზავნიან ფეხბურთში მოღვაწეობას, მე როგორც ილეგობენ. მე ვაძლევ მათ პირობას, რომ გამოუყებს სპეციალურ ბიუჯეტს და მთელი ცხოვრება შევინახავ ვეტერანთა კავშირს და ეს ბიუჯეტი იქნება ჩემი კლუბის 5%, რომელიც იქნება 10-ჯერ მეტი იმ ფულისა, რაც მათ დღეს აქვს იმ ვეტერანთა კავშირს. მე მაგის გარანტიას ვიღებ. იმდენად დიდ სიამოვნებას მომანიჭებენ თუ ამ უაზრობიდან ამიზა. ეს არის აბსოლუტური, აი, როგორი ნონსენსი ის, რასაც მე ვუყურებ, რომ არ ვიცი. გასაგებია ბატონია, მაგრამ მე ვერ მივხვდი ამ შემთხვევაში თანხა თქვენ. არა, მე ხო ხარჯავ კლუბში 3-დან 5 მილიონამდე და მე იქიდან 5%, ესე ხო აღარ მექნება ეს თანხა სახარჯველი და რაც ამ თანხიდან 5-10%-ს მათ ჩაურიცხავ, მათ ანგარიშზე, რომ ამ დიდი სიამოვნებისთვის, ამ დიდი ჟესტისთვის, რასაც მათ გააკეთებენ, რომ ამ ხელა ინვესტორს მოაშორებენ ფეხბურთს, ეს ჩემი ისაც არის, იმიტომ რომ ვერ მოვშორდი ამ, ისევ აქავა, აი სულ ვცდილობ, წავიდე, ისევ ვაკეთებ ამ ინვესტიციებს, რატომ მე თვითონ ვერ გავიგე, როდესაც აქედან ხვდები ესეთ უაზრობას და იქიდან რაც დამეზოგება ფული კიდე 10% მათ გადაურიცხო ვეტერანების ანგარიშზე, რომელიც მათ
იმ თავი ეხლა რაც გააჩნიათ ბიუჯეტი, ალბათ ეხლა 10% რო აიღო 3.5 მილიონი 300-500.000 მაგდენი ფული მაგათ არც უნახიათ რა. ანუ ეს მათი გადაწყვეტილება კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი და დარტყმა იქნება ქართული ფეხბურთისთვის. ქართული ფეხბურთის ეს დარტყმა ვერანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილებაც არ არის, ეს უაზრობაა, საერთოდ უაზრობაა, რაც მათ იქ გადაწყვიტეს, ესე ვთქვათ. და საერთოდ გაუგებარია რა უნდათ ამით თქვა და როგორ. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ Manchester United-ის მფლობელი არის ბატონი გლეიზერი და რაღაცა განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იმის ინგლისის არის ვთქვათ, არ ვიცი, რაღაც მილიონი შემთხვევა ყოფილა და ამიტომ Manchester United-ი უნდა მოხსნა შეჯიბრებიდან, არამე სანქციები და გაუგებარი, ან იმას რა ქვია, გლეიზერს აუგზავნავს ინგლისი, რომ აღარ ჩადო ფული იმაშიო, აღარ დაასპონსორო კლუბი. აი, არ მესმის რა. ადამიანს სიტყვის თავისუფლებაა რა. მე მისმენ არ მიგინებია, მე მისმენ ხელი არ განა სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოვა. მე ის რაც უწოდე, მე განვარტე კიდევაც ეს რა არის. და იქ ალბათ იმ ვეტერანებს ვიღაცა უნდა მისულიყო და აეხსნა. რა არის, რას წარმოადგენს და დაესვათ კითხვა რა. რატო აქ ბატონ გოგაიას აი ეს მიმართვა რა, ეხლა ხო შეიძლება ადამიანს მიმართვა. მე გამიჩნდა ეს კითხვა და ამაზე პასუხი გამწეს, რომ თქვენ მოითხოვეთ რაღაც კომისიურობა და ნუ როგორ შეიძლება ეხლა რაღაცა და მე კიდე ვეუბნებით რომ გადახედოს, ეხლა არ მინდა საშას მაგივრად ვილაპარაკო, მე ისაც აღნიშნე რამოდენიმეჯერ რომ მე ეს ადამიანები ძალიან მიყვარს, დიდი სიამოვნება მოუნიჭებიათ, მაგრამ ხო არ შეიძლება რომ მთელი ცხოვრება მერე აი წაიყვანონ უკვე ისინი ემსახურენ ფეხბურთს, მაგრამ ფეხბურთის სახურობა რო დაამთავროს, მე ფეხბურთი უნდა ემსახუროთ მათ. ეს შეუძლებელია. ჩვენ ვერ გვემსახურება დღეს ფეხბურთი. ჩვენ უნდა ვემსახუროთ თუ გვიყვართ. ეს ისეთი თემაა. მე მიყვარს ფეხბურთი და მე მას ვემსახურებ როგორც შემიძლია. ისინიც ვალდებულები არიან. ამას არიან ვეტერანები, რომელიც დღემდე ემსახურებიან. იგივე სულაქველიძე არ ვიყოთ, იგივე ჭედლიძე არ ვიყოთ, რომელიც აკადემიები გააკეთეს, თავიანთი ხელით რგავდნენ იქ ბალახს და იმაში მე მათ დიდ პატივს დღემდე და ვიცი რომ უზარმაზარ საქმეს აკეთებენ და ბევრი კიდე ვეტერანებს მაგრამ რომლებიც აუმჯდარი არიან იქ ფეხბურთის ფედერაციაში და ხელს უშლიან თვითონაც ვერ უწყიან რატო უშლიან ხელს მაგრამ ხელს უშლიან სახელმწიფო კომისიაში იყო ჩართული ბატონი ალექსანდრე რატო არაფერი არ მოგცა სახელმწიფომ ამდენი ხანი ეს დაუსვას თავის თავს კითხვა ეგენი ხო იყვნენ არა ჩვენ შეუშალეთ ხელი სახელმწიფოს დიდი სურვილი ქონდა ისევ თავისი პირადი ინტერესები მაგრამ კიდევ ამბობ რა იუდა არ შეიძლება ადამიანს უწოდო რომ ის ფედერაციაში აღმასკომის წევრად მინდოდა თურმე მისვლა და ამიტომ როგორ უნდა უთხრა არ მიგიღებო და იუდა ხარ თუ არ მიმიღებო მიზეს მაინც მასახელებ ბატონიშვილისგან გსურთ ამაზე კი მემისმინე ეს არის თვითონ ვეტერანებმა იციან ძალიან კარგად იციან გაიხსენონ მეთქი მისი მოძღვარის გარდაცვალებიდან რამოდენიმე ხანში რაც მან აკეთა რა რაც იმას ქნა არჩევნები იყო ისე ქართულ ბევრმა ჩემმა თაობამ იცით ვინც მოესწრო ამას და ამიტომ მე არ შემეძლია ის განვაცხადო რაც მან უნდა განაცხადოს და თქვას და მოინანიოს ჩვენს წინაშე რაც მან გააკეთა ვის წინაშე უნდა ქართული საფეხბურთო საზოგადოების წინაშე უნდა მოინანიოს ის რაც გააკეთა არა ერთი არის რომ მოგებული არჩევნები გადააბარა რა სხვა საერთო დიდი ის იყო რა განსაცდელი მაშინ ჩვენთვის აქვს რა ამაზე საფიქრელი რა გასაგებია ბატონია